გამარჯობათ. გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები იბერიის ნათელი მომავლისათვის და დღეს მსურს გესაუბროთ ბოროტ დირიჟორის შესახებ, ანუ შევარდნაძე და მისი მმართველობის ხანა. ვიდრე დავიწყებდე ამ პერიოდისათვის საუბარს, მე უფრო ადრინდელ წინა პერიოდს მინდა შევეხო. შევარდნაძემდე საქართველოს მართავდა ვასილ მჟავანაძე. აი ზუსტად მაგ პერიოდს ჩემი თაობის უფრო წინა თაობის მამების თაობა ეძახის საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ოქროს ხანას. და მართლაც ვასილ მჟავანაძე და მისი პერიოდი განსაკუთრებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაშინ აშენდა ყველაფერი, აი სპორტის სასახლეც, მაშინ მიმდინარეობდა მეტროსადგურების მშენებლობა, მაშინ გაძლიერდა საშუალო ფენა და ეს ადამიანი თვითონ ორიენტირებული იყო, რომ საშუალო ფენა ყოფილიყო ძალიან ძლიერი. გურიაში ასეთი სოფლები არსებობს, ნატანები, შრომა, მერია, ეს ყველაზე ძლიერი სოფლები იყო. აი ამ პერიოდში გაისნო საბჭოთა კავშირის პოლიტბიურო, მე მგონი რომ ეს სოფლები იყო ყველაზე ძლიერი. საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო ეს სოფლები ძალიან ძლიერი, ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ ახლა ოჯახის წევრები უბრალოდ მშრომელები იყვნენ, მოწესრიგებული იყო და იცოდა დოლათის გამოყენება, ნაშრომის გამოყენება, ესე იგი ყაირათიანად იცოდა ფულის გამოყენება, შეეძლოთ ერთი მოსავლით, მაგალითად ფორთოხალის, მანდარინის, ლიმონის ერთი მოსავლით თავიანთი ოჯახის წევრისათვის, ამ შემთხვევაში მამას შეეძლო თავისი შვილისათვის სახლი აეშენებინა, ან მანქანა შეეძინათ. და ესეთი მდგომარეობა იყო მთლიანად მთელს რესპუბლიკაში, ეს მარტო გურიაში არ იყო, უბრალოდ მე დავასახელე, რომ ეს ძალიან მოწინავე სოფლები იყო, ძალიან მდიდარი იყო. იგივე მდგომარეობა იყო კახეთში, ქართლში, სამეგრელოში, აფხაზეთში, აჭარაში და მესხეთში და ყველგან. აძლევდა ეს ადამიანი საშუალებას, რომ საშუალო ფენის წარმომადგენელს ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს შეძლებოდა ნორმალურად ეცხოვრა, გამოეკვება ოჯახი და პარალელურად ამისა დაეგროვებია დოვლათი. და დაესვენათ, იმ დროს იყო ადამიანები, რომ დადიოდნენ დასასვენებლად. ახლა საზღვარგარეთ ესე ვერ დადიოდა ხალხი, შეიძლება სოციალისტურ ენებში წასულიყო ბულგარეთში, ჩეხეთში, ან პოლონეთში, მაგრამ საბჭოთა კავშირის მასშტაბით შეეძლოთ მოენახულებინათ იგივე ლენინგრადი ერქვა, ახლა დღეს პეტერბურგი არის, მოსკოვში ჩასულიყვნენ, იყო ესეთი მატარებლები იყო, ტურისტული მატარებლები იყო, რამოდენიმე მას ქალაქს აი შეგეძლო რომ გენახა, აი უკრაინაში ჩასულიყავი, ბელორუსიაში, ჩრდილოეთ კავკასიაში დასასვენებელი სახლები იყო, რაღაცების სიკეთეები იმ დროისათვის გააჩნდა იმ საბჭოთა კავშირს. შემდეგ აქეთ უკვე რომ მოვდივართ უკვე აი როდესაც მოდის უკვე ედვარდ შევარდნაძე 1972 წელს მოვიდა ეს ცეკას პირველ მდივნად, აი ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი კლანი ჩამოეყალიბებინა. მან შექმნა თავისი კლანი. მე რასაც უწოდებ ჩვენ ეს წითელი ინტელიგენცია, ზუსტად მისი შექმნილი არის. მან ხაზი გადაუსვა, ასე ვთქვათ, საშუალო ფენას, არაფერს არ წარმოადგენდა მისთვის საშუალო ფენა, როგორც უნდა ისე ეცხოვრათ, არ ზრუნავდა მათ კეთილდღეობაზე, თავარი იყო მისი ამოცანა დადგა, რომ აი ეს კლანი რაღაც გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, ძირითადად ხელოვანი ადამიანების შეარჩია, გახადა მისი კლანის წევრები. და დღესაც ფაქტობრივად აი ის კლანი მართავს ყველაფერს. თითქმის მათი შვილები და შვილიშვილები გვევლინებიან ჩვენ ახლა, რომ მოდიან მართველებად. აი მაშინ მოხდა ზუსტად, მისი მეშვეობით არის ზუსტად, მისი მონდომებით, პირველი ხელისუფლების, ესე იგი ეროვნული ხელისუფლების განადგურება
და მას დაარქვეს იმ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხი, ვინც ესე იგი ეროვნული სულისკვეთებით იყო განწყობილი, უწოდა თავის სიტყვები არის, მე ძალიან კარგად მახსოვს, ამის ჩანაწერებიც ეთყობა არსებობს. ესენი არიან პროვინციული ფაშისტები და აი ამ ფაშიზმში შედიოდა თურმე შენ თუ გიყვარ შენი სამშობლო ხარ ფაშისტი, გარეწარი, ესე იგი მტერი ხარ ქვეყნის და შენ არ უნდა გქონდეს ესე იგი დაცინვა იყო მაშინ მე ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტი ვიყავი უკვე სამხატვრო აკადემიის ყველაფრის დაცინვა მიმდინარეობდა რაც კი ეროვნული იყო ქართული იყო ნამდვილი იყო თუ გიყვარდა ადამიანს რა იმის დაცინვა ცინიზმი ცინიკური დამოკიდებულება მიმდინარეობდა ხა ეროვნული ხელისუფლების დროს იყო გამოსვლები როდესაც ვამბობდით რომ აი ჩვენ უნდა გქონდეს ყველაფერი ჩვენი თითქმის აი ფანქრიდან დაწყებული საწერგალამიდან დაწყებული თვითმფრინავი ჩათვლით და ეს ნორმალურია და ესე უნდა იყოს ყველაფრის მწარმოებელი უნდა იყოს შენი სახელმწიფო თუ გინდა რომ განვითარდეს ყველაფერი უნდა აწარმოო ესენი როგორც კი მოვიდნენ დაიწყეს ესე იგი ლანძღვა გინება ეს ეროვნული ისა რა უნდა იყოს ეროვნული მანქანაო ეროვნული თვითმფრინავიო ეროვნულიო ქოთანიო და ესეთი რაღაცებით იმაშვებოდნენ ამ ახალგაზრდობასაც წამლავდნენ ხო და იყო ერთი გუნდი კიდევაც რომელიც ამბობდნენ ჩვენ აი შევარდნაძე გვაცხოვრებს ერთ სამთვეში თუ არა სამ წელიწადში ამერიკული ცხოვრება გვექნება აი დასავლური ცხოვრებით ვიცხოვრებთ აი ევროპასავით ვიქნებით ეს არის უდიდესი პოლიტიკოსი აი გენშერს იცნობს, ბეიკერს იცნობს და ეს ყველაფერი იყო სიცრუე, სიყალბე. ის კაცი იმისათვის არ მოვიდა, რომ საქართველოს აეყვავებია და აეშენებია. თუ უნდოდა, აგერ ფაქტის ახეზე არის. მაშინაც ფაქტის ახეზე იყო ის, როდესაც მოვიდა 72 წელში და ის ადამიანები ხარ ძალიან შეცდომაში შეყვანილი. მე ვამბობ რიგითი ადამიანები, ვინც მას პატივისცემდით და გეგონათ და ამბობდით, რომ არიქა შევარდნაძე არის მხსნელი და გადამრჩენელი. ხო და ინახეთ ახლა როგორ მხსნელი და გადამრჩენელიც ის იყო. კი არა, მახსოვს ბებიას ძმამ შემეგამათა ამის შესახებ, როდესაც 93 თუ 14 წელი იყო. მაშინ 10-ავე გარდაგვეცვალა, ჩავედით გურიაში. მე და დედა ძალიან ჭირდა ჩასვლაც იმდენად გაჭირდა რომ რაღაცა ეცალებით შევაგოწიწეთ რაღაც თანხა და ძლივ ჩავედით რა ჩვენ 10-ავის გასვენებაში და იქ შემდეგ ამას დავსხედით სუფრასთან წავიდა საუბარი გურულებს მოიხსენება ძალიან უყვართ პოლიტიკაზე საუბარი მე როდესაც ვამბობდი რომ შევარდნაძე არაფერს არ მოიტანს ბაბუა მეთქი სასიკეთოს მეთქი ის არ ააშენებს მეთქი შენო არ იციო შენო ბაღანახარო ახლაო და ნახეო მაგიო ამ ხელა კაცი არისო გენშერს იცნობს იქ ბეიკერს იცნობს ტეჩერს იცნობს ბუშებს იცნობს და რას ამბობო შენო თუ იციო ნუ თხარი კაცო იქიდან ცხოვრებიდან მისი წესიდან გამომდინარე ის კი არ უნდა მეიღო რადგანაც ის გურულია ის არანაირი გურული არ არის მეთქი ეს გურული და გურული არ არის გურულის აზიანოთ გურიის აზიანოთ გააკეთებს ყველაფერს მეთქი სულ დაანგრევს მეთქი მთლიანად გურიას და ისეც მართალიც გამოვდექი იმიტომ რომ შემდეგ ისე გაჭირდა ცხოვრება და ისე გაუჭირდა ბაბუას რომ წამლის ფულსაც ვეღარ აგროვებდა და მე ნაცსავმა მითხრა რომ მე რო თქვა ბიჭო რომ როგორ შევცვლი ბიჭთან რომ ვიცავდიო კვილებითო და აი ბაღანაო მართალი გამოდგაო ой სამწუხაროდ ესია მე გებულობთ რომ ის კაცი არ უნდა მოვიყვანოთ ჩვენ და არ უნდა მივცეთ სამართავად ქვეყანა რომელიც არ არის ღირსი და არ არის სინდისიანი და ნამუსიანი ასეთი იყო მისი პერიოდი მან შექმნა ზუსტად ეს უბედურება მოიტანა მას ჰაერი ვჭირდებოდა ეთყობა ეს ეროვნული ხელისუფლება რო კაც გეთქვას რომ აი ჩემი მინდა ყველაფერია ჩემი წარმოების იყო ესა და ეს მონათლე ფაშიზმად. მან დაიწყო და მან გააჩაღა ზუსტად.
სამეგრელოშიც ომი და აფხაზეთშიც ომი და სამაჩაბლოშიც ომი. იქ შეიძლებოდა თუ ასეთი ის იყო, როგორც უყვართ ხოლმე ესა საუბარი, ასეთი დიდი პოლიტიკოსი იყო, რატო ვერ მოაგვარა და ასეთი დიდი დიპლომატი იყო, რატო ვერ მოაგვარა აფხაზეთში, აფხაზებთან ურთიერთობა, რატო დაგვაკარგინა ეს მიწები, ან ოსებთან რატო ვერ მოაგვარა, მაგრამ თვითონ იყო ამის გამჩაღებელი და თვითონ იყო მწარმოებელი. მის ინტერესებში შედიოდა, იმიტომ რომ ომისა და უბედურების დროს ძალიან ადვილია ძარცვა და გლეჯვა, დააბრალებ მერე სხვას. აი მაშინ დაიწყეს მაგათმა დიდი ძალით გონების დაგროვება. აი მაშინ მოხდა მისი კლანის წევრების აღმავლობა და მოხდა ქართველი პატიოსანი წესიერი ადამიანების გაღარიბება და გაღატაკება. რაც დღესაც გრძელდება. ზუსტად აი მისი დანაშაულებებიდან მოვდივართ ჩვენ. აი იქ ჩადენილი დანაშაულებებიდან მოდის ეს ქვეყანა. აი იქ არის ზუსტად აი დანაშაული ჩადებული და იქიდან მოვდივართ ჩვენ. იმიტომ რომ გვიჭირს. მე მახსოვს მაშინ მთელი საერთო ქონება რაც ჩვენ გაგვაჩნდა ეს ადამიანებს არა მე დაიწყო ეს ვაუჩერიზაცია თუ რაღაცა და საღაცა მე მგონია 30 თუ 35 დოლარი გამოდიოდა მთელი აი სახელმწიფოდან გადანაწილებული თვითოულ სულზე თანხა. აბა ჩვენი მამები, დედები ყველა შრომობდა თლიანად და მოუწია მთელი ქონებიდან 30-35 ისა და თუ არ ვცდები 3 თუ 4 თვე იყო მიცებული აი ამ დროში თუ ჩაეტეოდა რაღაცას შექმნიდი საწარმოს ან კოოპერატივი მაშინ კოოპერატივები იყო აი მაშინ თურმე ყოფილიყარ შენ ბიზნესმენი და ეს იყო შენი ისა თავარი ამოცანა. ხო და თავის ვინც მას კარგად ჩაეღუდა და მისი პარტიული წევრები იყო და მას როგორ ქონდა გაკეთებული ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს რა მავნებლობა იყო ამ ისა ბოლშევიკების მიერ სულ ყველაფერი იყო ისა პარტიული ფუნქციონერები იყო თითქმის ყველა დაწესებულებაში და ობიექტზე რა. იქ სპეციალისტის მნიშვნელობას არ აქცევენ დირექტორი შეიძლება საერთოდ იმ საწარმოს სპეციალისტი კი არ ყოფილიყო, სხვა დარგის სპეციალისტი ყოფილიყო და ნიშნავდა იქ. იმას არაფერში არ ენაღლებოდა. ხო სამშობლო მაშინ უყვარდათ კი არა ძალიან კარგად დავინახეთ რანაირად უყვარდა ყველას უყვარდა თავისი ჯიბე ასე რომ ვთქვათ და გამდიდრება აი ეს კონდა თუმე თავში და სულში ჩადებული და აი ესე მოხდა ზუსტად ეს ერის გაღატაკება კაცო 30-35 დოლარად შეფასდა ჩვენი თვითოულის გონება და თვითონ ეს საწარმოები რაც იყო ფაბრიკები, ქარხნები, დაიწყეს ამის ჯართად გადაქცევა და გაყიდვა. მთელი ვაგონები დაჭრეს ქარხნებიდან, დეტალები გაიტანეს. ნახეთ, გადაავლეთ, აბა, ჩემი თაობის, უფროსმა თაობის ადამიანებმა გასული წლების, აი 90-იანი წლებში რა ხდებოდა. ხალხი რა სახლებიდან გამოქონდათ, კაცო, რომ ეარსებათ. რანაირ პულს ვჭამდით და არ გახსოვთ კაცო ეს ცხოველები არ ჭამდა მე მგონია მაშინ თუ არ ვცდები თურქეთიდან შემოიტანეს პური რაღაცა მჟავეც იყო ალბათ იმ დროს არის ეს რო ხალხს დაემართა ეს სიმსივნეები მე მგონია აი სილოსნარევი იყო ალბათ ახლა საშინელება იყო ისეთიო წებოვანი იყო მე კარგ დროში მახსოვს 30 კაპიკად პულს იყიდი ისეთი გამოქონდა ისეთი სუნი ქონდა რომ მაშინ ვერაზე ცხოვრობდით და რაღაცა იქ ეხლა რო ის არის ხინკლის სახლი არის მე გაზარიანცის შენობაში ცოტა ქვემოთ იყო ესა პურის მაღაზია და ეხლა რო ჩასასვლელია იქამდე მოდიოდა სუნი აი მიწისქვეშა გადასასვლელი რო არის იმდენად გემრიელი იყო ის 30 კაპიკიანი პური გემოქონდა მაშინ ყველაფერს პურსაც და რა ვიცი კარაკიც თავისუფლად იყებოდა და ნამდვილი კარაკი იყო. ამანდაც კი არ აგავს ხა მოწამული ვარ ყველაფერი და განადგურებულია უხარისხო. აი ეს ყველაფერი თითქმის ალაგმა ამ ადამიანმა მოსპო, განადგურა, გააცამტვერა, წავიდა იმ დროს დენით წავიდა, გაზით წავიდა.
არიქა ეხლა ევროპაში თუ არის ძვირადღირებული ჩვენთანაც ძვირადღირებული რატო არ იყო მაშინ ხელფასი არ მუშაობდა ეს ადამიანები ჩვენ რო ყავს სპეციალისტები ბევრმა სახელმწიფო მინატყოს ძალიან ძლიერი სპეციალისტები ყავს ჩვენ და აქედან რო წამედიან ეს მეცნიერები პროფესორები აკადემიკოსები ისე საუბრული ადამიანები ტყუილი არავინ არ მიიღებს ახლა ძალიან ბევრი ისეთი მშრომელიც არის წასული რომელსაც არ აქვს ესე ცოდნა გასაგებია ასე ჩვენი ქვეყნის დანაშაულია და ხელისუფლების დანაშაულია ამდენი ხალხი რომ მიდის საზღვარგარეთ კი არ უნდა წავიდეს აქ უნდა დაასაკო შენ აქ უნდა იყო აქ უნდა მის საშუალება რომ კარგად იცხოვროს და რომ იცხოვროს კიდე ეს საწარმოებია და ეს საწარმოები ზუსტად მაშინ დაშალეს იმის მაგივრად და იმის ნაცვლად რომ ეს საწარმოები ეს ქარხნები და ფაბრიკების მოდერნიზება მომხდარიყო ამ კაცმა დაიწყო ქარხნებისა და ფაბრიკების დაშლა, განადგურება, გაძარცვა და ამით მიიღეს მე ეს დიდი დოვლათი და დიდი ქონება დააგროვეს თვითონ. ერთხელ მახსოვს კიდევაც მაშინ იმელი შენობაში იყო მთავრობა, შევარდნაძე გამოვიდა ტრიბუნასთან დადგა და ისე ეთყობა აკალდა მაშინ და ხა ისე დოზით ვერ მიგუტანეს მაშინ და ეს გოგი თოფაძე რო არის მეწარმე იმას პირდაპირ ხელი დაურტყა და უთხრა გოგი მოიტანე ფული და დაყაჭე აქ ზუსტად ეს სიტყვები დაყაჭევა ესეთ ქუჩური გაგებით მაგ ქუჩურ გაგებაზე კიდე მინდა უფრო ცლად ალბათ შემდეგ იმებში ვისაუბრებ ახლაც გეტყვით მაგან იმას აქნა ახალგაზრდობა მაგან წაბილწა მაგან გარყნა ზუსტად მაგ დროისათვის შემოდიოდა და ძალიან ბევრი ახალგაზრდაც მოაყვა და იმაში ედეპეში რო შევიდნენ ზუსტად მაგ პერიოდში იყო ეს ყველაფერი ნარკოტიკები მაგან მისა ახალგაზრდობას თავისუფლად მაგ დროს იყო მთელი სადარბაზოები სავსე იყო შპრიცებით და მარიხუანაზე ეხლა რო არის იგიდან მომდინარეობს ზუსტად იქ იყო იქ შემოდიოდა მაშინ მისა ეს თავისუფლება მაშინ შემოდიოდა ზუსტად საშინელი გაზეთები ჟურნალები კაცო ისა თითქოს შიშველი ხალი არ ყავდათ ნანახი იმაში ტელევიზიებით გადაცემა იყო ეს პორნოგრაფიული ისენი შემოდიოდა და ზოგიერთი იმას ბრიგსაც მეტი რა უნდა და აიო ნახე ახლა ჩვენ საზღვარგარეთ დავემსგავსებითო იქაც ჰოლანდიაშიო ხო არისო კაცო ვიტრინაში არისო ქალებიო შიშველიო მიხვალო და თაღას გადაიხდიო და აი ესეთი სისულელებით იყვნენ ძალიან ბევრი ისა სავსე ქონდათ თავები ამათ ეგონათ რომ ესეც რო შემოვიდოდა ეხლა მე ქარხნებსაც და ფაბრიკებსაც აუშენებდა არა ბატონო ქარხნები და ფაბრიკები აიღეს და გაკიდეს და დავრჩით ესე საშინელ მდგომარეობაში ესეც გაირყნა ხალხიც განარკომანდა გალოთდა უამრავი ხულიგანიც გახდა დაემატა და გუდებით გახდა ყაჩაღობა და ისენი ხო საერთოდ რა გააკეთა კაცო ემაში 7ჯერ თუ 6ჯერ თუ 7ჯერ დალაშქრა ესა საკუთარი სამშობლო აგერ სამეგრელოში გააგზავნა და აყაჩაღებდნენ ესა და რავი ეს მხედრიონი რო იყო მაშინ შექმნილი თვითონ ტელევიზიით გადმოცემდნენ ეტყობა ეს დასაშინებლად იყო ტელევიზიით მახსოვს აი სატვირთო მანქანებით კაცო ქალის ბუძგალტერებიც კი ქონდათ ისა წამოღებული ოჯახებიდან ტელევიზორები ქონდათ წამოღებული მაგნიტოფონები ქონდათ წამოღებული ჩასაცმელები ქონდათ წამოღებული და რავი ჭურჭელი და რეებს აღარ იმაშვებოდა აგე რა ჩვენ იმაში სამშობლოში და ის აფხაზეთიც ხო იმას აქნა გაანადგურა და სამაჩაბლოც იმის მაგურად ეს თუ ასეთი დიპლომატი იყო ეს ადამიანი გამოიყენებია ეს დიპლომატია მაგრამ არა იმიტომ რომ მას სჭირდებოდა პირადი გამდიდრებისათვის და ვერავინ ვერ დამიჯდება მე აი მაგიდასთან და ვერ მეტყვის და ვერ დამიმტკიცებს ვერანაირ მტკიცებულებას ვერ დამიმდეს ვერანაირ არგუმენტს რომ აი შევარდნაძე იყო დიდი პოლიტიკოსი და ზოგიერთს ახლა თუ მიგაჩნიათ თქვენ რომ აი გურულები არიან ისა გურული იყო და ისა სულ არ იყო ეგ ბატონო ისა გურულებს ისე აქვს სისხლში ისა პოლიტიკოსობა ეგ იყო გურიის მტერი პირველ რიგში და გამანადგურებელი გურია იყო ერთ-ერთი საუკეთესო კუთხე უძლიერესი კუთხე იყო საქართველოში კი არა საბჭოთა კავშირის მასშტაბით მაგრამ წაბილწა გურია ზუსტად
გურული ადამიანი რა იყო აი საერთოდ ზემოთ აი მიყრუებულ სოფელს რო იტყვიან რა რომ მიხვიდე და გაესაუბრო გლეხკაცი რომ გამოიყო იმდენად კარგად მოწესრიგებულად ჩამოგიყალიბებს ესე იგი როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა იმდენად ზნეობრივად იმდენად განათლებული არის შინაგანი სულ არა იმ ადამიანს შეიძლება დამთავრებული არც აკადემია არც უნივერსიტეტი არც სორბონა და არც ჰარვარდი გავარდებიან და ყველა მოედება და ჰარიქაი ჰარვარდი აქვს დამთავრებული სორბონა აქვს დამთავრებული კემბრიჯი აქვს დამთავრებული მე რა რომ დამთავრე რა განვითარებული მაინც არ არის ნათელი გონების არ არის ადამიანი და იქ შეიძლება ცოტა შეიძინა და ისიც იყერებს ბოროდებაში აი ეს გლეხკაცი ზუსტად ჩამოგიყალიბებს ის გურული გლეხკაცი ძალიან კარგად და მთლიანად მთელ სოფლიოს მასშტაბით მოიკითხავს როგორი პოლიტიკა მიმდინარეობს და როგორი უნდა იყოს ეს არაფერი რო უკეთებია შევარნაძეს პირიქით გაანადგურა და სახელი შეურჩხუნა აი ეს გააკეთა მთელი საქართველოს მასშტაბით შეარცხუნა ეხლა რომ მიდიან ეს ქართველები და მაშინაც რო დაიწყო ესა სხვა რისთვის მიდიოდნენ კაცო იქ რომ ვიღაცების ეს ოჯახებში იმუშაო და ეს მათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენმა ქალბატონებმა ჩვენმა დიასახლისებმა რომლებიც თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს უნდა უვლიდნენ წავიდნენ ეხლა და ემებს ვიღაცის მოხუცეების ხამისკოთნებით და ასე უნდა იცხოვროს კაცო შოკური თერაპია დაარქვეს მაშინ ზოგმა გაიარა ეს შოკური თერაპია 1 წელიწადში 2 წელიწადში მაქსიმუმ 3 წელიწადში იგივე აი ამიერკავკასია ავიღოთ კაცო აქ ამიერკავკასიაში ახლა ჰეიდარ ალიევიც იყო კომუნისტი მაგრამ იმან აი ნახეთ როგორი მას აქ გამართა თავის სახელმწიფო აგერ სულ ახლა ხან ნაწილი ყარაბაღის დაიბრუნეს აზერბაიჯანელებმა მისმა შვილმა მას აქ ეს მოაწესრიგა და აქეთკენ განავითარა ამ კაცმა კაცო ამ შევარდნაძემ და მისმა ესე გუნდმა მთლიანად დაიწყეს მთლიანად ერის მოსპობა განადგურება და დღემდე მოდის ეს მდგომარეობა აი იქ დაშვებულმა შეცდომებმა და სიავემ აი რა მოიტანა ესეთმა იმა და მე ვერ ხედავ ვერცეთ იმ ადამიანს ეხლა მაშინ ვინც გვერდში ედგნენ მაგრამ როგორ თქვა ახლა ადამიანიც არ არის კაცო საშინელება დიდ ბოროტებას და სინანულის გზობა არ გააჩინია თქვენ უნდა გამოხვიდეთ ბატონო და ეს მოდრეკილება ბოდიში უნდა უხადოთ პატიება უნდა უხადოთ ღმერთსაც და ერსაც თქვენ იყავით ზუსტად რომლებიც ამბობდით აი დიდი პოლიტიკოსია და აგვიშენებს ქვეყანას სინანულის გზობა ხო მაინც უნდა გაგაცდეთ გასა არ გაგაჩნიათ მე ერთი ადამიანს ვერ დავინახე ის ქონება რო აქვს ჩაგდებული იმ ქონებას კიდე უმატებენ და ეხლა კიდე მინდა ვისაუბრო იმის შესახებ რომ რატომ არ ხდება რატომ არ აწყობდათ მას და მის კლანს ესე იგი საქართველოს არავითარი კაპიტალიზმი ჩვენთან არ შემოსულა კაპიტალიზმი სხვა რაღაცა არის მაგას ეხლა ჩამოვაყალიბებ ჩემეული ხედვა მაქვს ძალიან კარგი და მყარი ჩვენთან დაიწყო მაგის დროს იყო ზუსტად რომ სპეკულაცია რომ გამეფდა აქ შევარდნაძის პერიოდში სულ გადამყიდველებისგან უნდა გიყიდა ყველაფერი ვერაფერს ვერ შოვიდი აი ეს მახინჯი ფორმა ქონდა იმ საბჭოთა კავშირში და საქართველოში 100-ჯერ და მილიარდჯერ უფრო არასი მდგომარეობა იყო თუ გინდოდა ხარისხიანი რაღაცა გიყიდა უნდა მისულიყავ შეგვიძლიათ სხვაგან ვერაფერს ვერ იყიდი სახლის თუ ის კაფელი გინდოდა ონკანი გინდოდა ეგეც გადამყიდველთან უნდა გიყიდა ვიღაცა ნაცნობი უნდა ყოლოდა შარვალი იყო ჯინსები ხო გადამყიდველთან იყო პერანგი იყო ფეხსაცმელი იყო სულ აი ესეთი ის იყო რა ესეთი მდგომარეობა შემდეგ აი რა მე როგორ განვითარდა ესენი ხო მოვიდნენ კი ბატონო თქვა და მოიპარეს ჯანდაბას რო ავიღოთ რა ადეკ შედალოცვილო და ქარხანა გააკეთე და ფაბრიკა გააკეთე არა გადავიდნენ ნახეთ როგორ მოდელზე ასე იგი ფულის შემოსავლის ყავს როგორ მოდელზე გააკეთეს ესე გასართობი ცენტრები
აი ეს რო არის კაცო კაზინოები და რაღაცები, მაგათ ეგ ბიზნესები თუ აქვს, თუ ეგ ბიზნესი ეგ არის საშინელება და უბედურება, რომელმაც ბევრი ოჯახები გაანადგურა და საერთოდ დაანგრია, ბევრმა ადამიანმა შვილებმა ითამაშეს და მოუწიათ სახლების გაყიდვა მოუწიათ, რამდენს ესე იგი მამა გარდაეცვალა, დედა გარდაეცვალა, ბებია, ბაბუა გარდაეცვალა ნერვულობის ნიადაგზე. ეგ ერთი მომენტი მე გააკეთეს, აიღეს და თავისთვის გასართობად რესტორნები. რისი განვითარება მოხდა ჩვენთან? რესტორნების განვითარება მოხდა და აი კაზინოების განვითარება მოხდა. და ეს პატარა ესენი რო იყო მაშინ, რა ქვია, ჯიხურები და რაღაცები რო იყო, იმათაც ეს მხედრიონის ბანდები მაშინ შეესეოდნენ და ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ და ასე რომ მცირე საწარმოები, მცირე ბიზნესი ჩვენ და არანაირად არ განვითარდა და ვერც განვითარდებოდა, იმიტომ რომ ესენი მართავდნენ. ამათ არ აწყობთ. ამათ უნდათ თვითონ კონდეთ ფული ხელში. მორჩა და დამთავრდა. და ეხლა რას აკეთებენ? მიდიან, აი ძალიან პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანო, მიდიან ჩინეთში, მიდიან ირანში, მიდიან თურქეთში. იმას რო ეძახიან რუსეთს ოკუპანტი არისო, გასაგებია რუსეთმა ამხელა ტერიტორიები წაგვართვა, მაგრამ თურქეთი რატო არ არის ოკუპანტი? რა იძლება იმას რამდენი ისაა ტერიტორია? თუ რუსეთიდან არ გინდა შემოიტანოთ, არ უნდა შემოგქონდეს შენ საქონელი და რა გამოდის, რუსეთიდან საქონელი შენ გვაქვს, აქ და ვამდიდრებთ ჩვენ ესე იგი ოკუპანტ სახელმწიფოს. იგივე მომენტია, გასულ ჩინეთშიდაც ისა თურქეთშიდაც მიდიან და იქიდანაც შემოვაქვს და იგივე თურქეთს ვამდიდრებთ. თურქეთი ჩვენი გამდიდრდა. აბა ნახეთ ეს წარმოიდგინეთ, მაგრამ აღარ გაქონდათ მაშინ. თურქეთში და ჩალის ფასად მიდიოდა ჩვენგან იყო მაშინ ხერხი გინდა, ნაჯახი გინდა, ლურსმანი გინდა, ასადენი გინდა, ჭასი ჩასაშვები აგიდელის ისენი იყო, მოტორები იყო, მახსოვს გურულები ამბობდნენ, აი გადისო და იქიდან რა შემოქონდათ, კაცო, ჭინჭები და რაღაც ისულელები შემოქონდათ. ადექში დალოცვილო ეს თურქი ხალი თუ აწარმოებს იმას პერანგს თუ აწარმოებს რაღაც ჩასაცმელს თუ აწარმოებს პალტო იქნება თუ პიჯაკი იქნება ქართველი გოგონა რა მაგას ვეღარ შეგერავს კაცო გააკეთეს სადაც ულამაზეს იმებს პერანგებს შეგერავენ ქართველები დასვი კარგი უნიფორმა მიეცი კარგი საწარმო გააკეთეს სუფთა გაწკრიალებული თავისი ინფრასტრუქტურით ისე გააკეთე რომ საბავშვო ბაღები ქონდეს და ახალგაზრდა ოჯახები რო იქნება რა ბავშვი იყვანს იქ 1 2 3 წლის რო იქნება იქ ეყოლება და შეკერავს მე ეს გოგონაც იქ შვილიც ახლოში ეყოლება მე სამსახური რო დამთავრდება შვილსაც გამოიყვანს და წავა სახლში ოჯახში თავის გმართან იქნება და არ იქნება გაქცეული იმაში საბერძნეთში და თურქეთში და რა ვიცი მთელ მსოფლიოს არიან მოდებულები ხო, აი რა მინდოდა კიდევ მეთქვა, რომ აი რატომ არ შემოდის ჩვენთან, რატო არ ხდება ჩვენთან და რატო არ აწყობთ. ეხლა რატომ არ აწყობთ? იმიტომ არ აწყობთ, რომ თუ შენ კაპიტალისტი ხდები და შენი საწარმო გაქვს რა, შენ ყოველდღიურად ესე იგი უნდა იზრუნო, რომ რაც შეიძლება წარმატებული პროდუქცია აწარმოო. ამისათვის შენ გჭირდება კარგი დიზაინერი და კარგი ძლიერი მუშახელი. და ძალიან დიდი გონება გჭირდება. ეს მენეჯერი ვინც იქნება და საქმის წარმომებელი და ბიზნესმენი ვინც იქნება, იმან უნდა ეღვაწოს, იმიტომ რომ გვერდზე იქნება მეორე ბიზნესმენი. თუ იმან ესე იგი იმძლავრა, შენ როგორ მდგომარეობაში იქნები, ესე იგი შენი ბიზნესი ჩაგივარდება, ხო? აი ეს არ უნდა ზუსტად, რასაც მე უყურებ, რომ არ უნდათ ეს გონების დახარჯვა, შრომა არ უნდა და ჩადიან აგერ და ეწევიან სპეკულაციას, ჩავიდა აგერ ჩინეთში, ჩავიდა აგერ თურქეთში, ჩავიდა აგერ ირანში და პრიმიტიულად რო ვთქვა, დაუშვა და იყიდა იმაში ირანში ერთ-ერთად კვერცხი, ჩამოვიდა აქ გაყიდა 10 თეთრად. ნახა 9 ჯერ მოგება. ჩვენთან ხო ვიცით, 2 ჯერ მოგება კი არა, 9 ჯერ უნდა მოახდინოს მოგება. ზემოდან ხო უნდა გადახედოს ვიღაცას რა, ხო უნდა ყავდეს ულტრათანამედროვე ძალიან ისეთი Mercedes-ი გინდა, რა ვიცი, BMW გინდა, Rolls-Royce გინდა, რეები აღარ აყავთ კაცო, მე მგონი ეს ისეთი ის არის, მე მგონი ამერიკაში არ არიან ისეთი მილიონერები და მილიარდელები. შეიძლება ტრილიონერის აყავს. უარი ტყვიან ახლა მაგას. ისეთ მდგომარეობაში არიან, მაგენი უაღარ ყიდულობენ ახლა იმას ჩაულებურად აგერ რომ მიყიდე მაღაზიაში იმას რა ქვია
ნებისმიერ იმას შარვალს ან ფეხსაცმელს და რაღაცა პირდაპირ გამოწერითა ეგიდან პირდაპირ რა თვითონ შეიძლება გააგზავნო იმდენი ფული აქვს რომ საერთოდ და ის ერთი ცალი უნდა იყოს და სხვას არავის არ უნდა ეცვას იმ საქართველოში საერთოდ ხო ეს ჩვენი სენია რატომღაც რომ აუ შენ ისეთი უნდა გეცვა სხვას მეორეს არ უნდა ეცვას ამანაც დაღუპა აი ესეთმა უკიდეგანო ამბიციამაც დაღუპა ჩვენი ერი არ შეიძლება ესეთი რაღაცა ესეთი მიდგომებით ეს არასწორი ქმედება არის ასეთი ამპარტავნება ზუსტად რომ უყავს იმას ოჯახსაც ერსაც და სახელმწიფოსაც აგდებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აი ეს მდგომარეობა გახდნენ ფაქტიურად არა ბიზნესმენები არამედ სპეკულაცია განვითარდა გაგრძელდა ის გზა თორე სად არის მაშინ გააკეთე ის საწარმო ეს კალმისტარი ამის წარმოება არ არის არც კალმისტარის წარმოება არ არის არც კომპიუტერს არ ვაწარმოებთ არც ტელეფონებს არ ვაწარმოებთ არც ტელევიზორს არ აწარმოებ არც მაცივარს არც გაზაფხულს არ აწარმოებ არც სკამს არ აწარმოებ ჩვენი ხეტყე გადის აქედან რა შედავლოცვილო აიღე და მიეცი რამდენი მხატვარი დიზაინერი ყავს უძლიერესი ხეზე კვეთის ოსტატი გახსენი ეს ისა ქარხანა ამოიღე ძველებური უმშვენიერესი ჩუქურთმები გვაქვს ჩვენ ნახეთ გადახედეთ აი რაჭველები რასახლებს აკეთებენ როგორი ჩუქურთმა არის გინდათ აჭარაში ნახეთ გინდათ აი სამეგრელოში ის არის კაცო უძლიერესი მხატვარია ეს ბატონი რეზო ადამია იქ მიტოვებული სახლებს ის ხატვა დაიწყო რომ იქ ფერწერულ ტილოებზე მაინც შემორჩესო ის კაცი დაფიქრდა და შეხედა იღუპება ის სახლები იღუპება პირიქით ამის რესტავრირება უნდა მოხდეს ესაა ჩვენი განძი ახლა ჩვენს ეგვიპტეცავით ისა სფინქსები არა გვაქვს და ეგვიპტური პირამიდები არა გვაქვს ჩვენი ეგვიპტური პირამიდები ეს არის ჩვენი აი სვანური კოშკებია ხევსურული კოშკებია უფლის ციხე ამას უნდა მოვლა და პატრონობა დღეს თუ არის ვიღაცას ფული აქვს უცებ დაიწყებს იმას თვითონ აშენებს ეკლესიას რომ გამოჩნდეს რომ აი მე ავაშენებ მე ადამიანი არ მინახია რომ ფულიანი ხალხი და შეკრებილი იყვნენ და ძველი რაც არის ძველი აი ეს ნანგრევები როა იმათი აღდგენა და იმათი რესტავრირება მომხდარიყოს აი ამაში უნდა ჩაიდოს ძალიან დიდი თანხა მაგ ხელოვნების შესახებ სხვა გადაცემებში ვისაუბრებ ძალიან სერიოზულად და დეტალურად რა ხდება ჩვენთან ამ კუთხით წავიდა ყველა და აკეთებს ახლა იმას თვითონ აი ახალი ეკლესიები ძალიან კარგია მივესალმები რა თქმა უნდა აშენდეს მაგრამ ძველი ის ნახველი აი ტურიზმის განვითარება რო გინდათ ადამიანებს რა მოამბობენ რომ აი ტურიზმი უნდა განვითარდეს ტურისტი მოდის ძველი მოსწონს იმას ძველი სანახავად მოდის აი უდიდესი ის იყო მკვლევარი იყო გიორგი ჯიდაიას შექმნილი აქვს აგერ იმაზე აქვია ვაგის პარკი რო ასე თუ ავდივართ კუსპაზე აი ქართული ისენი ოდასახლები ასვანური კოშკიც არის მესხური სახლიც არის ქართლის ტიპის დარბაზული სახლიც არის ნახეთ როგორი გემრიელია მე კიდევ მაქვს ასეთი ისა მოსაზრება რომ შეიქმნას ტყუპი წიწილებივით ერთმანეთს უარ ემსგავსოს აი ძველი ჩუქურთმები ამოვიღოთ ძველი ორნამენტიკა ამოვიღოთ აი ეს ახალგაზრდობამ გაიცნოს ნახოს და ასეთი ტიპის სახლები აშენდეს რომ ის ჩუქურთმა დაიგარგოს და ის ჩუქურთმა იყოს იმ ქართლის ტიპის იმაზე სახლზე იყოს ისეთი ჩუქურთმა გაკეთებული გურულოდაზე სხვანაირი მეგრულოდაზე სხვანაირი აფხაზუროდაზე სხვანაირი სვანური მასში კოშკებში რო არის მახშის ისენი რო არის ამოვიღოთ და გაკეთდეს გაძლიერდეს და ისეთი სკამები იყოს და საწოლები იყოს და არ დაიკარგოს ამით კი გავამდიდრებთ ჩვენ ამით მოვა და დაინტერესდება აი შეგვიძლია ჩვენ წარმოებაში გავუშვათ შენობები შეიძლება ახლა რომ მიდის ეს შენობები ჭხაბნა რომ მიდის ჭხაბნა კი არა სტრიტ არტი დაარქვეს მე და გადიხარ ახლა იმაში აცო ქუჩაში და რაღაცა ის ზოგს ნიანგის ის აკბილები ახლა ბავშვი რო გაატარო შეეშინდება და წარწერებია გასო რა აწერია ზოგ შეიძლება გინებას აწერია რაღაცა ნაჯღაბნები არა ბატონო აი ბარათაშვილის იმაზე ხიდზე გავედი ერთხელ და სურათებიც ამა გადაღებული და გვერდიც ამა გაკეთებული
ისა ძველი ისა თბილისის საფრთხეშია. და რას ვხედავ? ნაჯღაბნებით არის ავსე. მოდი თუ დაადვაგინდა შედავლოცილო ბარათაშვილის ხიდი გვია რა. ნიკოლოზ ბარათაშვილი წარმოადგინე დაღატე გააფორმე მისი მერანი, დაღატე ის მერანი, ფრთოსანი, წარწერები გააკეთე მისი ამ მერანიდან იზარჯობია ქართულად, ინგლისურად, რომოვა ის ტურისტი ნაღველი მას დაათვალიერებს და მოეწონება და მადლობასაც გადაგიხდის და რო წავა მერეა შენი ქვეყნიდან არა, თავის მეზობელს ეტყვის, თავის ნათესავს ეტყვის და ის ჩამოვა. მაგრამ ვინ უნდა ჩამოვიდეს, რანაირად უნდა ჩამოვიდეს ქალაქში, ტუალეტი არ არსებობს ნორმალურად. ფასიანი გახდადეს და ტუალეტში ვერ შეხვალ, ისეთი საშინელი სუნი დგას, ისეთი მოულელია. იმ უცხოეთში რო ამბობთ, რომ აი ევროპაში ტყეში რო ტყე არის, ტყეში რო შევიდეს ადამიანი, იქაც ტუალეტი აქვს გაკეთებული და იქაც არის კომუნიკაციის საშუალებები და იქაც არის ისა ტელეფონი იქნება, მეგონი შეიძლება რომ დაგჭეს ის მობილური რო დაგიჯდეს ტელეფონი იქნება, იქ დარწმუნებული ვარ მე. და გზაზე რომ მივდივართ, ეხლა გინდა დასავლეთია, გინდა აღმოსავლეთია, ტუალეტი არ ხვდება. ბუჩქებში და ემებში ხომ უნდა გაიქცეს ადამიანი გასო. ტუალეტი არ უნდა იყოს ამდენ ისა დაღან შემოდის ამ გზიდან. არ უნდა იყოს კვების ობიექტები, მინიშნებული, ნორმალური, დაღვეწილი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. აი ესე უნდა განვითარდეს, მაგრამ არ უნდა ბატონო, არ აკეთებენ ესენი. ამიტომ ეს ერი უნდა დავირაზმოთ და მოვთხოვოთ. ხარ გამკეთებელი, არ ხარ და კარგად იყავე კაცო. და ვინც არის გამკეთებელი, ის უნდა მოვიდეს. და ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია. სულ 100 კაცი ეყოფა εμას მართვას. არა საჭირო მეტი. ჩვენთან რო არის კაცო. ერთი კაცი დაინახავ აგერ ორმოს თხრის რაღაცა კანალიზაციის მილი რო თუ არის გაფუჭებული რაღაცა, გახედავ აგერ უფროსო არის 16 კაცი მისული და უყურებს იმ ერთს. მასე არა. 16 უნდა მუშაობდეს და ერთი ხელმძღვანელობდეს. ასე აშენდა ქვეყნები. ჩვენ ამდენად თამარ მეფის დროს ასე აშენდა, იქ ყველა მუშაობდა. ერთ-ერთი წარმატებული იყო. თემ მსოფლიოში იყო წარმატებული. ტონის მიმცემი იყო თამარის დროს. რასაც ოქროს ხანას ვეძახით. ამამ ასე იგი არ იყო, უგურძახელი კი არ ქონდა და ისა დაკრეფილი და ესე კი არ არის. უამრავი თამარის ხიდები რო იციან. იმ დროს ის ხალხი შრომობდა. თვითონ თამარ მეფე შრომობდა. კარგავდა, ქსოვდა და ჩაულებრივი იმასაც შეხედეთ ერთი თამარ მეფის ჯვარს. რა არის, რომელი ბრილიანტებით და იმებით სავსეა. ჩაულებრივი რიგითი სამკურნალო ისენია, ზურმუხტი და ისენია ჩასმული. არაფერი დიდი გადამრია არ იყო. იმიტომ იცოდა მეფემაც, აზნაურმაც და თავადმაც, რომ ზომიერებას იცავდნენ. იმ ეპოქისათვის იგივე იყო დავით აღმაშენებლის დროს, იგივე იყო ვახტანგ მეფის დროს, ფარნავაზის დროს და კიდევ უფრო იქით. გიორგი ბრწყინვალეს დროს და ალექსანდრე მეფის დროს. ერეკლე მეფეს რა სასახლეა ჩადიდა ჩაბძანდეთ იმაში. ნახეთ თელავში. რა ხმალი აგრა ბრილიანტით ისა მოჭული ხმალი ქონდა თუ რა? ჩაულებრი ხმალია და ჩაულებრი ჩოხა და ისეც. თავგანწირული იყო და უყვარდა, გულით უყვარდა თავის სამშობლო. აი ესეთი მოყვარული ადამიანები გვჭირდება ჩვენ, ესეთი თავგანწირულები გვჭირდება სამართავად. ერს რომელიც მოემსახურება და არა ერმა ემსახურებს ახლა და გამდიდეს და აღარ იციან სიმდიდრესაც წაიღო. იმდენია კაცო მე მგონია 30 წლის მანძილზე დაგრო აბა საწავიდა ამდენი გონება. კიდევ მე აცვირებენ რაღაცას დენის გაზვირება უნდათ, რა ვიცი გაზის გაზვირება უნდათ. თითო თეთრი რომ მოემატოს მილიონებს მიიღებენ და იშუღუნია. აღარ იციან რა, ის ზომა აღარ იციან, საგვარი აღარ იციან. ხოდა, აი ეს არის, ეს პირველი ამოცანა ჩვენ რაც უნდა მოვითხოვოთ, ახლა გამოვიდა ცოტა წელი საუბარი, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. შემდეგ ემებში, ჩათვებში კიდევ შევეხები განათლების სისტემას მინდა შემდეგში რომ შევეხო. დღეს ამით შემოვიფარგლოთ. მომავალ შეხვედრამდე ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულსა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.